ის რომ 2008 წლის შემდგომ პერიოდში პოლიტიკური დასავლეთის რეაქციები არ იყო სათანადო და ადეკვატური, ესე ფართოდ აღიარებული ამავე პოლიტიკური დასავლეთის მიერ, რომელიც ძალიან ნანობს ბუნებრივია იმას, რომ ადეკვატურად არ გასცა რუსეთს პასუხი თავის დროზე 2008 წელს, როდესაც საქართველოს შეიქმნა პირველი მაგალითი იმ შემდგომში განვითარებული ჯაჭვისა, რამაც 2014 და 2022 წლები მოხდა ყირიმის და რუსეთ-უკრაინის ომის სახით. ეს ვერ იქნება გამოყენებული საბაბად ქოცური პროპაგანდის მიერ, თითქოს და მაშინ რაღაც სხვანაირად იყო და ახლა სხვანაირად არის და ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ ირაკლი კობახიძის და ზაზა შათერიშვილის რუსობას რაიმეთი ნაკლების შეფასება მიეცეს. ეს რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს, აი იმ წლებში, როდესაც მსოფლიომ აღიარა რუსეთის აგრესია, არის თვითონ პრორუსული და ის თუ როგორი პასუხები ჰქონდა დასავლეთს 2008 წელს, ვერ იქნება გამართლება ამ რეჟიმის თანამედროვე დღევანდელი პრორუსულობისა და მით უმეტეს ვერც იმ სრულად პარანოიდული ბოდვისა, რასაც შათერიშვილის კონსპირაციულ თეორიებში ვკითხულობთ, რომელზეც ალბათ საშუალო სკოლის ბოლო წლების მოსწავლესაც მხოლოდ გაეცინება, რადგან ეს არის რაღაცა ავადმყოფური ფანტაზიის და ბოდვის გამოხატულება და ყველა იმ კონსპირაციული შეთქმულების თეორიის მიქსი, ნაზავი, რითაც კრემლი საზრდოობს და რითაც კრემლი ცდილობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. დღეს შათერიშვილი და კობახიძე არიან კრემლის რუპორები, რომელიც ღიად ატარებენ ზუსტად იმ ნარატივს და ზუსტად იმ პოლიტიკურ შინაარს, რასაც ატარებს ზახაროვა, რასაც ატარებს ნარიშკინი და რაც არის კრემლის ოფიციალური სულიერი საზრდო ადამიანების მოსატყუებლად.